ეს პროექტი უკავშირდება საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის დაფუძნებას რუხში, რომელიც მოემსახურება ჩვენ დევნილ საზოგადოებას და საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე ადგილობრივ საზოგადოებას და გაუწევს მრავალმხრივ კონსულტაციას სხვადასხვა მიმართულებებით. მინდა ასევე გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადაუხადო USAID-ის აი ამ მხარდაჭერისთვის. USAID-ის პროექტის ზრდას და აფხაზეთის მთავრობის თანამშრომლობის შედეგად დღეს გაიხსნა საკონსულტაციო ცენტრი, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება ფერმერებს, რომლებიც ცხოვრობენ აქ სოფელ რუხში და ასევე მიმდებარე სოფლებში. და ასევე ფერმერებისთვისაც არის ხელმისაწვდომი, რომლებიც გადმოდიან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გალის მხრიდან და ისარგებლებენ ასევე იმ სერვისებიდან მომსახურებით, რომელსაც შესთავაზებს ეს ცენტრი მათ. ეკონომიკური სერვისების მიწოდების ფუნქციებში შედის ისეთი საკითხებიც, როგორც მიწის ანალიზის გაკეთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უმრავლესი ეს პირები დაკავებული არიან სოფლის მეურნეობის დარგში. აგრეთვე იქნება სხვა მიმართულებებიც, კერძოდ მოგესწრებათ, რომ არის გარკვეული დეფიციტი ინფორმაცია დევნილებს შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სრულფასოვნად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროგრამებში. ჩვენ იმედოვნებთ, რომ გარკვეულ როლს ითამაშებს დაახლოების და შერიგების პროცესში.